რა შეიცით საქმე? ნებისმიერი პროტესტი, როცა თავის თავში არ გულისხმობს იმას, რომ აი ეს მართველი რგოლი კარგავს ამ მომრჩეველს, მასეთი პროტესტის არ ეშინია მთავრობას. და ეხლა რასაც ჩვენ მანდ ხედავთ, ჩემი ანალიზით ქართულ ოცნებაში არის ასეთი დასკვნა გაკეთებული, რომ ეს ადამიანები მათ თამამად შეუძლიათ რომ დაჩაგრონ, იმიტომ რომ ეს პროტესტი არ გულისხმობს არჩევნებში ხმების დაკარგვას. და შესაბამისად ძალიან ბევრი სუფლებას აძლევს ხელისუფლება მაგ ადამიანების წინააღმდეგ. და ეგ არის მთელი პრობლემა, არა მარტო ჭიათურის და ჭიათურელების პრობლემა, ეგ არის ზოგადად ქვეყნის პრობლემა და უამრავი ჩვენი პრობლემა გამომდინარეობს მანდედან, რომ რაღაცა საკითხის მოგვარება ხდება მასე. ხელისუფლებას უნდა მოხვდეს. ხელისუფლებამ უნდა დარტყმა იგრძნოს რაღაცა საკითხის დროს, რაღაცას როცა აშავ. და დარტყმა გამოიყურება რაში? დარტყმა გამოიყურება იმაში, რომ ასეთ უსამართლობას როცა აკეთებს ხელისუფლება, ხალხს უბრალოდ არ უნდა მოერიდოს და არ უნდა შეეშინდეს იმ პოზიციის ღიად დაფიქსირება, რომ ამ ხელისუფლების მხარდაჭერა აღარ შეიძლება. არ არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი არავითარ შემთხვევაში.